მოგესალმებით, მეგობრებო, წინა ვიდეო მქონდა პირად ურთიერთობებზე. რაღაცები დამაკლდა და მინდა კიდე უფრო შევავსო და უფრო გავაგრძელო ეს თემა. დამაკლდა რა, ანუ იმ თემაში, რაც მასში ვისაუბრე, ის ამოიწურა და სხვა შტრიხებიც მინდა დავამატო. თან იმ ფონზე, რომ იმის წინა ვიდეოზე მქონდა სინასტრიაზე მქონდა ვიდეო, სინასტრიაზე, შეთავსების რუკაზე და ასტროლოგია და ფსიქოლოგია ცოტა მან და სხვანაირად გადაიკვეთებიან, ხოლმე სხვანაირად უყურებენ. და მინდა რომ აი რაღაცნაირად დავახლოვო ეს ასტროლოგიაც და ფსიქოლოგიაც პირად ურთიერთობებზე ერთმანეთთან და განსხვავებებიც გაჩვენოთ. როგორ უყურებს მაგალითად ფსიქოლოგია, ხა დიდი ექსპერტი არა ვარ მე და ხა რაღაც დიდი მეცნიერი ფსიქოლოგიის დარგში და ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე 9 წლიანი თერაპიიდან გამომდინარე და შემდეგ და პატარა დიპლომითაც გამომდინარე ფსიქოლოგიის ვეცდები რომ უფრო აქ ასტროლოგიაში ვარ რა თქმა უნდა როგორც თევზი წყალში ვიდრე ფსიქოლოგიაში მაგრამ ვეცდები ეს ორივე რაღაცნაირად მათი საერთო და მათი განსხვავებები აი ამ პირად ურთიერთობებში გაგაცნოთ. Ესე იგი, საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც პირად ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ხომ, აი მაგალითად არის ფსიქოლოგიური შტრიხები, ნარცისული აშლილობა მაგალითად და შეიძლება იყოს პირად ურთიერთობაში ვიღაცა ნარცისი და მსხვერპლის როლი მაგალითად, ხო? ანუ ფსიქოლოგია პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ ძალიან ბევრ სხვა როლში შეიძლება შევიდეთ პირად ურთიერთობებში და ეს იმდენად კლასიკური ჟანრი არის, რომ ზუსტად ამ როლში თუ შევდივართ, ახლა მსხვერპლი რო შედის მაგალითად ნარცისთან როლში, აქ უკვე ვიცით რა იქნება, როგორ იქნება და როგორ დამთავრდება, ხო? და შესაბამისად ეს მსხვერპლის როლზე სანამ არ იმუშავებს ადამიანს უმუდმივად მსხვერპლის როლში იქნება, ხო? ყველა სხვა მოუდევნო ურთიერთობებში. ანუ რაღაც კლასიკური ფორმულები არის ფსიქოლოგიაში, რომელიც ნამდვილად ძალიან ბევრისთვის, ახლა რო ვაკვირდები ხოლმე, რაც უფრო მე ახლა ვისწავლე ამ როლებზე ურთიერთობებში როლების თემა, მით უფრო გამიკვირდა აქამდე როგორ არ ვიცოდით მეთქი ეს ყველაფერი, ხო? ანუ ეს თითქოს იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის, რომ ეს არის აი ყველამ რომ უნდა იცოდეს. მაგრამ ამის მიღმა არის კიდევ ასტროლოგიური პირადი რუკა, რომელიც გაცილებით უფრო სიღრმისეულად მეუბნება რა ხდება ურთიერთობაში, რა არის რაც გვიჭერს, ხო? ეს ლილიტური ენერგია რო ეძახით ხოლმე, ხო? რაღაცა მიჯაჭულობა, არაჯანსაღი. საერთოდ მე თუ მკითხავთ, ახლა ჯანსაღი ურთიერთობა ეს იცით როგორ არის შენება ჭირდება ამ ჯანსაღ ურთიერთობას და იმის ფონზე რომ ჯერ უნდა ავაშენოთ ჩვენი თავი და რაც ხა ახალგაზრდა არის ადამიანი რა თქმა უნდა იქ ძალიან ბევრი ტრამვა არის რომელიც პარტნიორთან შეიძლება ჩვენ გავათამაშოთ აუცილებლად ხშირად ძალიან აქტუალური არის ხოლმე მეგობრებო მშობლების მოდელები და ეს მე რასაც ვაკვირდები თუნდაც ჩემთან როცა თერაპიული გავლა გვაქვს პირადი რუკიდან გამომდინარე, ხო? აი იქ მზისა და მთვარის თემაზე ახლა მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ამ კომბინაციებზე ჩაწერილი. პირდაპირ ვხედავ, რომ აი ადამიანი შეიძლება იყოს მამის როლში და მეუღლე დედის როლს უთამაშებს. შეიძლება ამ დროს საერთოდ სხვადასხვანაირები არიან. პერიოდულად ეს დედის როლშიც არის მაგალითად, მაგრამ ძირითადი მოდელი შეიძლება იყოს აი აქ სუფთა ფსიქოლოგია არის, მაგრამ კარმულ ასტროლოგიაში ახლა ის მზე ჩვენ რაც ყავს, ეს არის ჩვენი მამაკაცური საწყისი, ხო? მამაკაცური ენერგეტიკული ველი, რომელიც კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ ეს რა თქმა უნდა წინაცხოვრებებიდან იყო გადმოტანილი, ხო? ანუ როგორი მზეც ყავს, ჩვენ ისეთი მამაკაცური ენერგეტიკული ველი გქონდა წინაცხოვრებაში, ხო? აი ესეთი თუ კაცი ვიყავით, ესეთი ვიყავით. ასე რომ კარმულ ასტროლოგიაში როგორიც არის დედა და მამა, ჩვენ ვიყავით წინაცხოვრებაში ეგეთები. ან ესეთი ველი გქონდა ენერგეტიკული, ესეთი ხასიათი გქონდა. ანუ კარმული ასტროლოგია ამბობს, რომ ის რო ახლა აი მამა ჩემი ესეთი იყო და მე არაფერ შუაში არა ვარ, ჩვენ ვეჯახებით ჩვენ წარსულ მეს. ესე ვამბობთ ხოლმე, ჩვენ ხასიათში, ეხლა ჩვენ უნდა ვიყოთ ამ როლში, რომ ვიგრძნოთ ეს რა არის, რომ მეორედ აღარ გავიმეოროთ, ძალიან მარტივად რო გითხრათ. კარმა ზოგადად ესე მუშაობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ხლა მე რასაც სულ ვცდილობ რომ ეს თქვა რომ არის რაღაც სამყაროს კანონები და ამ სამყაროს კანონებთან ჩვენ გვიწევს მორგება და პასუხის გებლობის აღება ამ კანონებზე და თუ დავარღვევთ ამ რაღაც კანონებს, მარტივს, ჭეშმარიტებებს თუ დავარღვევთ, ამას აუცილებლად მეორე უკიდურესობა ენერგია მოყვება და ბალანსის აღსადგენად ჩაირთვება რაღაც ისეთი პრობლემური გამოწვევები, ხო, ესე რომ ვთქვათ და ამიტომ სულ ვცდილობ ხოლმე რომ ვიცი რა არის აი ეს რაღაცა კარული
სამყაროსეული კანონები და რო ვიცით რომ ამაში ფასის გადახდა მოგვიწევს. ანუ აი ეს ადამ და ევას თემატიკა მუდმივად მეორდება ჩვენში ეს ვაშლის თემა სულ მეორდება რომ ამაში ჩვენ ფასის გადახდა გვიწევს ხოლმე მე. ამიტომ აი ეს მშობლების თემა ძალიან აქტუალური არის უკვე რეალურ ცხოვრებაშიც, იმიტომ რომ ეს უკვე შიგნით არის შესული ჩვენში ეს მშობლების მოდელები ეს ფსიქოლოგიაში და კარმაში ეს ვიყავით ჩვენ წინა ცხოვრებებში, ხო? ან ჩვენი კარმული ვალები არის ამ ადამიანებთან, ხო, სადღაც და ამ კარმულმა ვალებმა მიგვაჯაჭვა, თუმცა თუ არ იქნება იქ მსგავსი რაღაც ენერგეტიკული ველი, იქ პრობლემები, ვერ დავუახლოვდებით, ხო, უბრალოდ ადამიანებს. აი ამ მშობლების მოდელებს ვათამაშებთ ჩვენ პირად ურთიერთობებში, როგორც წესი, აი სულ თავი დავანებოთ, ხა მე კი გადავალ პარტნიორის ვთქვათ ნარცისული ველი როგორი არის, ხო? მაგრამ მე რასაც ვაკვირდებოდი, თუნდაც წინაზე რომ ძალიან საინტერესო ტრენინგი მქონდა თითქმის 4 საათიანი და თერაპიული ტრენინგი, ძალიან საინტერესო ლექცია ტრენინგები მაქვს ხოლმე სხვათა შორის, ვისაც დაგაინტერესებთ, პერიოდულად დებ ხოლმე ანონსებს და აი მე თვითონაც რომ ვიყარია რომ არ ვტოვებ, ისეთი საინტერესოა ხოლმე. და არა მარტო იმის გამო რომ მე ვლაპარაკობ და მე რაღაცა საინტერესო თემებს ყვები, თვითონ აუდიტორიაც იმდენ საინტერესოს თავაზობს ხოლმე, იმდენ გაცნობიერებები, მაგრამ ეს ვიყარია რომ მონაწილეობ ხოლმე ამ ყველაფერში. ხო და ეცადეთ ხოლმე რომ რაღაც თუ გექნებათ ინტერესი ამ თემებზე და ეს რომ თქვენ ნახავთ იქ იმ ჯადოსნურ ველის თეორიას ესე რომ ვთქვათ და სხვათა შორის ამ ველში როგორ არის წინა დღეებში თუ რაღაცეები არის ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ხო მოდის პირად რუკაზე ადამიანი რომელსაც ოღონდ მოვაგვარე ეს პრობლემა ან გავაცნობიერე რომ აი მივხვდი ეხლა ხო საიდან რა აი რომ გახსნი ჯაჭვს თითქოს რაღაც კარმულ ჯაჭვს გახსნი მოდის ადამიანი და მე გავზადებული ფორმულით ვარ უკვე ვიცი როგორ უნდა იმუშაოს ამ თემაზე და ფაქტიურად არ ყოფილა ისე რომ აი ვინმე მოდის არათემატურად ანუ მე რაც არ გამივლია იმაზე არ მოდიან ანუ მოდიან ძირითადად აი რა ატმოსფეროში ვტრიალებთ. ვაიმე, სხვათა შორის ეხა კოვიდი მაქვს. ეს იქნებ მაგეში წავისი რომ ცოტა ადამიანური სახე მქონდეს. ესე ბათუმში წელიწადში ერთხელ რო არავი კიდო არ არსებობს. ნუ ძალიან თავიდან წინა დღეებში ცუდად ვიყავი. ძალიან. მაგრამ ნუ ისე არა რომ ეხა ამჯერად უკვე ექიმი აღარ გამომიწახე გადასხმებზე და გაუმკლავდი ჩემით, მაგრამ ну ძალიან მეცინება ხოლმე რომ ეს ბათუმი ეს ჩემთვის ის არის რა უკვე ვიცოდი თან ერთი იგივე დროს აგვისტოში ზუსტად ამ პერიოდში ხოლმე და შეიძლება ცოტა ისე ვერა ვარ ენერგიულად მაგრამ სიცილით მაინც ვიცინი ხოლმე სხვათა შორის ეს თან ის კოვიდი ტესტიც მომიდასტურდა ანუ ეთი არ მოვიკონე ხოდა ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო რომ რაღაც ფანჯრიდან ვუყურებდი ხა კი გაიარა ერთი კვირა გავიდა უკვე და ნენელა ეს გადამდებით წესი დაყარ უნდა ვიყო მაგრამ ვუყურებ ფანჯრიდან სხვას და მოკლედ ძალიან ბევრი დრო მქონდა ამ ყველაფერზე საფიქრალად თან და თან პარალელურად მუშაობდი ონლაინ და რა ვლინდება ძირითადად მოდელები მეგობრებო მშობლების მოდელები პარტნიორთან შევდივართ რომელიმე მოდელის აღსადგენად ეს ასტროლოგიურადაც გეუბნებით, ახლა ფსიქოლოგიაც კი იგივეს ამბობს, ოღონდ კიდე რაღაცებია, მაგრამ ძირითადად ან მზეზე ვზივართ, ესე ვიწახით, ან თვარეზე. პირად ურთიერთობაში, თუ ქალს აქვს თვარე ძალიან დაზიანებული და აქტიური, აგრესიული მზე, რა თქმა უნდა, ის მამის როლში წავა და მამის მოდელში წავა, ან თქვათ, თუ მზე არის დომინანტი მის რუკაზე, მაგალითად, ხო? აი, აქაც მამის როლში წავა. კიდევ არის თუ ძალიან მსგავსი რუკები გვაქვს მამის. სატურნი, მზე, მაგალითად, ან ასპექტები ზუსტიან. აი, რაღაცნაირად ძალიან გავს მამის რუკას, მანდაც მივდივართ მამის ენერგეტიკაზე, ხო? შესაბამისად, აქ უნდა იყოს დედის ენერგეტიკის პარტნიორი. და შესაბამისად, რაც კი რამე მათთან ურთიერთობაში პრობლემა იყო, ჩვენთან მოდის ეს პრობლემები, ხო, ურთიერთობა. ეხლა მე ჯამსაღ ნორმალურ ურთიერთობას, პირად ურთიერთობას გეუბნებით, იქ ყოველგვარი აშლილობების თუ ყოველგვარი რაღაც არაჯანსაღის გარეშე, აი უბრალოდ ნორმალური ურთიერთობა თავისი რაღაც სტანდარტული პრობლემებით, ხო?
და წარმოიდგინეთ ახლა პარტნიორის რო ის თავისი დედიკოთი მოდის ურთიერთობაში ან თავისი მამიკოთი და აბსოლუტური ქაოსი ხდება, ხო? პლუს ჩვენ გვაქვს ეს მოთხოვნილებები, რომ ამ პირად ურთიერთობაში აი ის რასაც დედიკოსგან ვერ ვიღებდი, ან რასაც მამიკოსგან ვერ ვიღებდი, ან მამიკო და დედიკო ერთმანეთისგან ვერ იღებდა. ეს უნდა გადავაკატაო ახლა პირად ურთიერთობაში. ამის რაღაცნაირად კომპენსირება უნდა მივიღო და ამ დროს პარტნიორი საერთოდ სხვაგან არის, იმას საერთოდ სხვა სურვილები და ოცნებები აქვს და ეს ორი განსხვავებული სამყარო, ბაბლი, დით ესე ვთქვათ, თავის ბაბლში რო არის რა ჩაკეტილი, რომელიც არ არის კავშირში ერთმანეთთან. ხვდებიან ერთმანეთს და ნენელა იწყება იქ ფუსტრირებები, უკმაყოფილებები, წყენები, იმიტომ რომ მე ეს მეგონა, ეს აღმოჩნდი. ან მე როდემდე უნდა ვითხოვდე ამას და როდემდე არ უნდა მაძლევდე იმას, რაც მე მინდა, ხო? სიამდილეში აქ ჩვენ და შევხვდეთ რას, იცით? აი ზრდასრული თვითკმარი ადამიანი კაცი არის თუ ქალი, ხა ქალი უბრალოდ მეტად მგრძნობიარე არის, მეტად ემოციებში შედის და უფრო მნიშვნელოვანი არის მისთვის ემოციური ურთიერთობა და არა რაციონალური, ხო? ხა კაცი ესე კამაყოფილიც იქნება, ცოლი დახტეს სახლში, ანუ კომფორტზე არის კაცი, ხო? უფრო ორიენტირებული და ქალი გრძნობებზე არის ორიენტირებული. ამ შემთხვევაში, როდესაც აი ეს ფუსტრირება მიდის, რომ მე რაღაცას ველოდებოდი და არ მოვიდა, აქ იცით რას ხედავთ, რომ არა ვართ საკუთარ თავთან კონტაქტზე და არა ვართ სხვებთან კონტაქტზე. ადრეც რაც გავიმეორებ ახლა წინა ვიდეოში რაც ვთქვი, რომ ჩვენ ვერ ხედავთ ერთმანეთს, ხედავთ მხოლოდ საკუთარ ფუსტრირებებს და საკუთარ ბავშვობის ტრავმებს, რომ მე ეს მაკლდა და ეს მინდა. და კი, უნდა გინდოდეს, უნდა იღწვოდე იმისთვის, რომ ის რაღაცნაირად დაიკმაყოფილო, მაგრამ უნდა ხედავდე ვინ მოგცემს ამას და ვინ არ მოგცემს. ან ვიღაცა ნაწილობრივ მოგცემს, ვიღაცა ნაწილობრივ არ მოგცემს, ხო ამას. არის ურთიერთობები, რომელიც მხოლოდ რომანტიზმზე არის დაფუძნებული და არანაირი პასუხისმგებლობები იქ არ არის, არანაირი დაყრდნობა ერთმანეთზე არ არის. ეს პრობლემა არის, ხო? მე იწყება ის, რომ ეს სიყვარული ნელდება და აბსოლუტურად უცხონი ხდებიან მე ერთმანეთისთვის. ან არის ძირითადად ქალები არიან როლში დედიკოსი, უნდა აიყვანონ შვილად კაცი, რომელიც დედის როლში არის სადღაც და ეს მამის როლში არის, მაგრამ დედობს გარკვეულწილად. და აქაც რა ხდება, იცით, რომ ქალი კაც კი არ ხვდება. ბავშვი მამას, ბავშვი დედას, მაგალითად, ან რაღაცნაირად მამა დედას და აი უფრო ოჯახური ტრამვების ატმოსფერო არის ხოლმე, ვიდრე განცდადობაში, რომ აი მე ჩემში ვარ, ჩემს თვითკმარობაში ვარ და პარტნიორის თვითკმარობაში არის და ჩვენ მართლა ქალის და კაცის ურთიერთობა გვაქვს და არა ბავშვობაში არსებული ტრამვების. როგორც წესი, აქამდე მისვლა ხდება ხოლმე, აი უფრო ასაკში, მაგალითად, ან ასაკში დაოჯახდებიან, ან გაშორდებიან და მერე ვიღაცას ნახავენ. აი, უფრო გამოცდილება ჭირდება ამას. ახლა 25 წლის და 28 წლის თხოვდება, ცოლი მოყავს ადამიანს, ახლა ისეთი რაღაცები ჯერ არ არის ხოლმე სატურნის დაბრუნებამდე, ამდენი გაცნობიერებები, როგორც წესი არ არის ხოლმე, ხო? და უფრო შემდეგ მოდის, ან ხანგრძლივი თერაპიაც ამას გარკვეულწილად ახვედრებს ადამიანს, ხო, აი თვითკმარი ხდება. თუ არის ურთიერთობაში დაკარგვა, აი რაც ემართებათ ხოლმე, ქალებს უფრო ემართებათ, ურთიერთობაში დაკარგვა რას ნიშნავს? აი განსაკუთრებით, როცა არის სასწორი დაზიანებული ჩვენთან რუკაში, უფრო ლილიტის კუთხით, ან ლომი არის დაზიანებული, მაგალითად, კირჩხი მაიცის უფრო ჩაჭიდება, ესეთი იდეალიზირება ოჯახის, ან პირიქით უარყოფა საერთოდ და ფრუსტრაცია დიდი. და აქ რუკაშიც ჩანს ვის რა ტრამვა აქვს, ოღონდ უკვე კარმული და ეს აღარ არის პლანეტარული ენერგია, ეს არის უკვე კარმული მძიმე ენერგიას ვეძახით. იმიტომ რომ კარმულ ასპექტში ჩვენ ყოველთვის ილუზიებში შევდივართ, ანუ გგონია საერთოდ სხვა რაღაცა და ამ დროს სხვა რაღაცა აღმოჩნდება ხოლმე, ანუ გვაქვს დიდი სურვილები, რომელიც ვერ ვხედავთ უბრალოდ, რომ ეს არ დაკმაყოფილდება, ხო, გარკვეულწილად და საერთოდ სხვაგან ვიყურებით, ამ დროს სხვაგან არის თემა. აქენა გამომდინარე, როცა ასეთ ურთიერთობებში, კარმულ ურთიერთობებში შევდივართ, მანდ არის საკუთარი თავის დაკარგვა და სინამდვილეში ეს პარტნიორი გვიტრიგერებს, მოდით ესე ვთქვათ, პროექციასავით არის, რაც ჩვენში დევს და ვერ ვნახულობთ. აი ზოგჯერ ყოფილა, მაგალითად რომ მყოლია ადამიანი, აი ნახავ
ტიპი, რომელიც აი მხოლოდ აი რაღაც აი დარქი რო არის, აი ნეგატიური ფიგურა, მაგრამ აი მოწონს და რო გვიმუშავია თერაპეუტად აღმოჩნდა რომ მასში არის დარქი და მანამდე ისე ცხოვრობდა ძალიან ყველასთვის საყვარელი და ყველასთვის კმაყოფილი რო იყო ყველა მასთან ურთიერთობით ანუ როცა ძალიან ისეთი ვარ სხვებისთვის ესეთი კომფორტულები რო ვარ სხვებისთვის და ეს შინაგანი მე წავიდა ბრასში აგრესიაში რომ მე არა ვარ ესეთი ფუნფულა და საყვარელი და ლამაზი და მეც მაქვს ჩემი გაფრენები და აქ მიეჯაჭვა ადამიანს რომელსაც აქ თავის გაფრენები რაღაც გამოხატავს ამას ოღონდ მე ეს რა თქმა უნდა მის წინააღმდეგაც მოქმედებს იმიტომ რომ მანდაც არის რომ ენერგიის დატრიგერება მოხდა სადღაც მიჯაჭვა რა ეს ენერგია მჭირდება მაგრამ ეს ენერგია უცებ თვალებს დაგვიბრმავებს და ვერ ხვდებით რომ ამ ენერგიას თავისი ნეგატივი მოყვება მერე ხო იმ ადამიანის სახით ოღონდ თორე მე ჩვენში არის რომ ეს იგი მე ეს დარქი უნდა მივიღო მე მივიღო იმის გაცნობიერება რომ თურმე ესეც შეიძლება it's okay თურმე და მე ეს შიდა კარგი გოგო და ცუდი გოგო დავაბალანსოთ ხო სადღაც კარგი ბიჭი და ცუდი ბიჭი სადღაც ხო აი ამ დაბალანსებაში ჩვენ მივიღებთ იმ იდეალურ სურათს, რომელიც არც სხვებისთვის იქნება დამაზიანებელი და პირიქით ჩვენი თავისთვისაც იქნება საკმაოდ კომფორტული. მაგრამ სანამ ამას ვნახავთ, ესეთმა პარტნიორმა შეიძლება ძალიან ტოქსიკურ ურთიერთობაშიც შეგვიყვანოს, ხო? როდესაც ეს ახლა როცა მარტო ესეთი დარქი არის ადამიანი, რაღაც თავის ლილიტზე ზის, ასტროლოგიურ ენაზე რო ვთქვათ, აქ უკვე ორი სახე ვლინდება. ან არის манипуляტორი ადამიანი და манипуляტორი ხა კლასიკური ფსიქოლოგიური გაგებით კი არ გეუბნებით, რომ აი манипуლირებს, თუმცა ესეც ძალიან ხშირი არის ხოლმე. უბრალოდ არის ურთიერთობაში ერთი გამცემი, მეორე მიმღები. და აი ამ თემაში ენერგეტიკული манипуляცია ხდება. საერთოდ უხილავად ხდება. მაგალითად, მე გაცილებით მეტი გავცე ურთიერთობაში, ვიდრე ვიღებ. და მეორე იღებს სულ, მაგრამ არ იცის რომ უნდა გასცეს. ძალიან ხშირად არის ესეთი კლასიკური მაგალითებიც ხოლმე და ხშირად მეც ქონია ეგ როგორც შავი მთვარე მორიელი, სულ აკვირდებოდი ხოლმე რომ აი რამდენი ურთიერთობების ქონია მე მეგობრები იქნება, სამსახურებრივი სფერო იქნება, აი ყველა სფეროს ვამბობ, გინდა ოჯახთან ურთიერთობა იქნება. ვატყობდი რომ არაფერს არ ვიღებდი და ჩემგან იღებდნენ ყველაფერს. ოღონდ ეს ჩემ ბრალი იყო, განავინმეს ბრალი იყო, რომ მე არაფერს არ ვიღებდი, ხო? ესე კი ან არაფერს არ ითხოვ, ან მარტო უმკლავდები რაღაცებს, ან არ გაქვს იმედი, რომ მიიღებ, ან არ ითხოვ უბრალოდ საერთოდ, ხო? არ იცი როგორ მოითხოვო ეს ყველაფერი, ხო? აი ეს მორიელური და კუროს თემები, ეს რესურსების არასწორი, ენერგიის არასწორი გადანაწილება არის, ხოლმე და მაგით შეიძლება არ არის პირადის შავი მთვარე მაგალითად, მაგრამ ვლინდებოდეს ის, რომ ადამიანმა არ იცის საერთოდ თანასწორ ენერგეტიკულ ურთიერთობაში შესვლა, სულ რაღაცას კარგავ, არაფერს არ ვიღებ. ან იყოს მეორე ადამიანი, რომელიც მხოლოდ იღებს და არაფერს არ გასცემს საერთოდ. და მანდ არის თავიდანვე სანამ ურთიერთობაში შევა ადამიანი, აი ეს ყველა პუნქტი გაითვალისწინოს. რა როლში არის ენერგეტიკულ როლში პარტნიორი? მე სად ვარ? მე ვარ, აი ხა რაღაც ხალი თუ ვარ და ინიციატივიანი ვარ და აქტიური ვარ და ლოგიკური ვარ, უფრო და ის რაღაცები გზნობიარენ, ჩაკეტილიან, რაღაც მოკლედ ცოტა ფემინური არის, გასაგებია უკვე აქ როლები, ხო? ну ფემინური იმას კი არ ნიშნავს რომ სუსტი იყოს შეიძლება იყოს პასიურობაში გამოვლენილი ფემინურობა ხო მგზნობიარობაში გამოვლენილი მაგალითად ხო ძალიან ბევრ რაღაცაში ხდება დაკვირვება რომელ როლში ვარ მე მამის როლში ვარ თუ ვის როლში ვარ ხო და აქედან გამომდინარე მე მივხვდებით როლებს რომ ამ მშობლებთან რა ხდებოდა ამ ურთიერთობაში რა იყო ესეთ პრობლემები როდესაც იგივე გადამიკატავდება ან მათ რა ქონდათ ჩემთან მაგალითად ხო იმიტომ რომ მე შეიძლება პარტნიორზე მქონდეს რაღაც დაძაბულობა და მახსენებდეს მშობლებს და ეს ტრამვას მიაქტიურებდეს და მე აქ წყენები მოდიოდეს და ამ დროს ის პარტნიორი საერთოდ არ არის შუაში და აქ უბრალოდ იყო წყენები ხო რომელიც ბავშვობაში იყო ჩადებული ხო სადღაც და აქაც ვამბობ კარმულ ასტროლოგიაში ეს არ არის ბავშვობა ეს არის წინა ჩვენი ცხოვრებები წინა ჩვენი ურთიერთობები კარმული ასტროლოგია ამას ამბობს ზედა მთვარის დონეზეც კი ეს არის ჩვენი წინა ენერგიები
როგორი კაცი ვიყავი მზე ან როგორი მამაკაცი ან როგორი მამა ან როგორი უფროსი როგორი ხელმძღვანელი ეს მზის ენერგია არის და როგორი ურთიერთობა მქონდა ოჯახის წევრებთან გზნობებს როგორ გამოვხატავდი ემოციებს როგორ გამოვხატავდი ეს მთარის ენერგია არის ხო და პლუს ეს მიანიშნებს გვარზეც გვარში რა ხდებოდა ამ მიმართულებით რომელიც ერთად არის გადაჯაჭვული ეს ყველაფერი შემდეგ არის აი ეს მიღებ გაცემის ენერგია, როცა ზიანდება. აქ უკვე რომელიღაცას, კი არა, ორივეს მოდით ესე ვთქვათ, საზღვრები არ უარგა. აი ხლა ჩემთან მაგალითად რომ მოდიან და ეს ფსიქოლოგიაში ვისწავლეთ და ნუ აი გავიდა კონსულტაციის დრო, დაუმატე, პრობლემა რა მე მიყვარს პირიქით, მაინტერესებს. თუ ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, იქ უკვე სადაც დიდად არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ნუ ეს მიდის უსასრულოდ და აი მანდ უკვე ერთით რას ხვდები, რომ ადამიანს არ აქვს საზღვრები, ჩემი საზღვრების განცდა არ აქვს, რომ შეიძლება 2 საათი ნახევარი გავიდა უკვე, 2 საათი გავიდა 2 საათი ნახევარი და კიდე უნდა და აი აქ პირდაპირ ფსიქოლოგიაში გვაქვს უნასწავლი, რომ უნდა გააჩერო ადამიანი და მიანიშნე რომ შენ დრო გავიდა. რომ შენ ესა გაქნა თქვამი ეს დრო და ეს გავიდა და განა იმიტომ რომ დრო გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ხა ძალიან იღლები ადამიანი და რაღაცა, მაგრამ ნიშნავანი არის რომ ის რომ დაინახავს რომ უის ხვის საზღვარს მე ვარღვევ ესე იგი მეც საზღვარი მაქვს ესე იგი მეც მირღვევენ საზღვრებს ეგ არის აქ მნიშვნელოვანი ამიტომ რომელი ადამიანიც მოდის თქვენს პირად სივრცეში გადამეტებულად და ეს ძალიან ბევრი არის ესეთი ვერც ხვდებიან ხოლმე ისე შეიძლება შემოგივარდნენ და რაღაცები გკითხონ საერთოდ არ ფიქრობენ ეგებაში ნახასიათზე არ ახარ ეგებაში დაიღალე ეგებაში საერთოდ რომ შენ არ ახარ ვალდებული ხო რომ მასთან ისე იყო ხო სიტყვაზე და აი ესეთი საზღვრები როცა არ არსებობს ესეთ ადამიანებს აქვს სერიოზული პრობლემები აი პირველი თერაპიაზე რასაც ამუშავებინებენ ადამიანს ეს არის საზღვრები მაგიტომ არის რომ არანაირი მოკითხვა აღარ ხდება თერაპიის მერე მაგალითად არანაირი დამატებითი დრო არანაირი მაგალითად იქ ზედმეტი დაქალოჭკური საუბრებიო რო იტყვიან ხოლმე ხო რატომ? იმიტომ რომ ეს არის ის რომელიც პირველი თერაპიაში უნდა ისწავლოს საზღვრების დაცვა. აქედან იწყება ყველაფერი. ამიტომ როცა აქ ადამიანს სერიოზულად მორღვეული საზღვრები, ან ის გადადის ხვის საზღვრებში ისე თითქოს არ არსებობს, ანუ აღრევა ხდება სხვების პირად სივრცეში, რაც საქართველოში განსაკუთრებით პრობლემა არის. ხო, ახლა ყველა ისე დემონსტრაციულად შემოვა შენს ველში თითქოს და კარები ღია უნდა გქონდეს სულ და ეს პრობლემა ნამდვილად გვაქვს. თუმცა ამის დაბალანსებაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის და ეს რო ვისწავლე მართალი რო გითხრა ეს საზღვრების თემა ჩემთვისაც ძალიან სერიოზული იყო წინსვლა ეგ, იმიტომ რომ მე მივხვდი რა დონეზე არ მქონდა მე არც პროფესიული კუთხით საზღვრები, არც ნათესაური კუთხით საზღვრები, თუმცა ხა ვერ ვიტყვი ნათესავები რამეს მინგრევენ ჩემთვის ძალიან ისე პრობლემა თუ არ მაქვს, მაგრამ მაინც და გარემოსთან ესე რომ ვთქვათ, ხო? და აქედან იწყება ყველაფერი, ანუ თუ ჩვენ ვართ ურთიერთობაში, სადაც ყველაფერი მიაქვთ ჩვენი და ჩვენ არაფერს არ ვიღებთ, ან მოდით ესე ხმი სატურნისასწორი ვარ და დათვლავიცი ხოლმე ენერგიების ეგრევე აწონვა. აი 30% ვიღებ და ის იღებს მაგალითად 70%, ხო? ეს უკვე ბალანსის დარღვევა არის. აქ შეგვიძლია რა გავაკეთოთ, რომ ეს ნენელა დაგროვდება. მე გადავაწყენებში აუცილებლად. და მე აბსოლუტურად ყველაფერზე შეიძლება სერიოზული ავტეხოთ და ამ დროს ადამიანი ვერ მიხვდეს რაში არის ხო საქმე, იმიტომ რომ ყველაფერი თითქოს ოკეი იყო, მაგრამ ის რომ შენ რაღაცას არ იღებდი, მაშინ რატო იყავი ამ ურთიერთობაში, ხო? და მე ახლა 5 წლის მერე ან 10 წლის მერე პრეტენზიები უკვე გვიანი არის ხოლმე. ან 2 წლის მერე თუნდაც, ან 9 წლის მერე თუნდაც, ხო? ესე იგი, მშენებლობა იწყება ურთიერთობის თავიდანვე. პირველივე ურთიერთობის დაწყებიდან ხდება დაკვირვება, შესწავლა, შეფასება ადამიანის, რა შეუძლია ამ ადამიანს მოცემა, რისი არ შეუძლია. მე აწონდაწონვა, ჩვენ გვიღირს ეს ურთიერთობა, ჩავდოთ ენერგია, ხა კი აქ ემოციები არის, გრძნობები არის, რაღაცები, ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ რამდენად გვიღირს, იმის მიხედვით უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თავზე. იმიტომ რომ აი ეს სპონტანური შეყვარებების ტყუილა არ არის, მეგობრებო, აი ან დარქი დავინახეთ ადამიანში, ან პროექცია გაუკეთეთ ჩვენი სელენასი, აი თუნდაც წინა
ლექციაზე ზუსტად ამაზე იყო ლაპარაკი თერაპიულ პროცესში მონაწილეები სულ მაგაზე გავიდნენ რომ თავარი მოთხოვნა იყო ელენა პროექცია იყო თავიანთი ელენა ხო ეს მე მამის როლი დედის როლი ეს შემდგომ ყალიბდება ურთიერთობა ძალიან რთული სტრუქტურა არის და ძალიან ბევრი სხვადასხვა ენერგიები არის ხოლმე ჩართული და ერთ-ერთი მაინც მნიშვნელოვანი კარმულ დონეზე ეს არის პროექცია ელენასი რომ მე მასში დავინახე ან მე მისი გადარჩენა მინდოდა ან მე დავინახე რომ მას ვჭირდებოდის რაღაცა ბლა-ბლა ხო რო იტყვიან ხოლმე სიამდვილეში ამის მიღმა იმალება ძალიან სერიოზული თემები რომელიც არის უკვე თერაპიულად გასარჩევი ანუ ნებისმიერი პირადი ურთიერთობა ჩვენ გვასწავლის რა პრობლემები გვაქვს შიგნით იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან სარკე ჩვენი არაცნობიერის და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ რომ ერთი მე მაგალითად თუ მინდა დავინახო ადამიანის შიგნით როგორია თვითონ რო ვერ ხედავს პირველ რიგში რუკას უყურებ რა თქმა უნდა რუკაში ისეთ რაღაცები ჩანს რომ ცოტა ხო გეუბნებით რაღაც ზოგჯერ მიხარია ხოლმე ასტროლოგია რო არის ის ადამიანმა და მისი რუკა რა ვიცი რომ არ იცი რა დადასე იყურები მის სულში ხო ხტებით თორე შეიძლება ცოტა უხერხულათაც ეგრძნო თავი ცოტა არა ძალიან ნუ ეხა ვინც კარგად ერკვევით აქ ვიხდებით რაზე მაქვს საუბარი ხო და მეორე მომენტი არის აქ რომ აი ესე რომ შევდივართ მაგალითად ამ ურთიერთობაში და პროექციაში რო ვართ ხო რაღაც შინაგანად ის რაღაც საკუთარ თავს ხედავთ ხო ქცევა როგორი გვაქვს ამ ურთიერთობაში ამ ქცევაში ვხედავთ სიამდვილეში რა ხდება ადამიანის კაცნობიერში აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაც არ უნდა მე მელაპარაკოს ადამიანი ძალიან ლამაზა ძალიან საყვარლა ძალიან ესტეტურიც იყოს ისეთიც იყოს რაღაც მაღალფარდოვანიც, ინტელექტუალურიც ქცევა. პირველი არის ქცევა. როგორი ქცევა? როგორ გამოხატავს თავს ელემენტარულ ქცევებში, მაგალითად, აი ჩანს უკვე ქვეცნობიერი მოტივაციები, შინაგანი ხედვები, მაგალითად, თუ არის ადამიანი აი პირად ურთიერთობაში და ძალიან მიეჭაჭვა, ძალიან ეშინია დაკარგვას. პირდაპირ ეს ქცევა მიანიშნებს მის ქვეცნობიერში რა ხდება. ეხლა რაც არ უნდა მე მელაპარაკოს თავდაჯერებულობაზე, სიტყვაზე. როგორი ამაყია და როგორი ისეთი არის, ხო? მისი ქცევა პირად ურთიერთობაში აჩვენებს უკვე ამ ყველაფერს. ასევე თუ დაგვაინტერესა ისეთი ადამიანი, რომელიც ტოქსიკური არის, მაგალითად ნარცისი, ხო, ავიღოთ, რა არის ნარცისული ველი? აქაც ნარცისულ ფსიქოტიპს აქვს გრადაციები, მეგობრებო, არის გამოკვეთილი ნარცისული აშლილობა, უკვე მთლიანად რო გასული არის, უკვე დიაგნოზურ დონეზე რო აქვს ადამიანს, ხო, ეს პიროვნული ნარცისული პრობლემები ეს აქამდე თუ მივიდა ადამიანი ეს უკვე ძალიან გამოხატული ნარცისია. მაგრამ არის ნარცისული ველი. ეხა ბავშვი სულ პატარა რო არის ნარცისული არის ყოველთვის, თელი სამყარო მის გარშემო ტრიალებს, რომ მე ნენელად ყდება ეს ეკო, ხო, რაღაცნაირად ხვდებით რომ თელ ეგრე არ არის. აი ზოგს ეს უნარჩუნდება. თავარი გამოხატულება ნარცისული ველის ურთიერთობებში რა არის? ემოციური ავარდნა, ჩავარდნა, გაქრა, შემოვიდა ურთიერთობაში. მაგალითად ფსიქოლოგიაში არის ლიტერატურაში პირდაპირ აღწერა, რომ თავიდან იწყებენ გახმერთებას პარტნიორს, რომ შენ ხარ რაღაც ასწავლიან უნდა აწიონ, ამ ადამიანს გონია რომ ვაიმე მე საჭირო ვარ, მე რა მაგარი ვარ და მე აბსოლუტურად გაციება ურთიერთობაში და გასვლა და არ რეკავს, არ გეხმიანება მაგალითად. ხო და ნუ მე ეს მეორე ადამიანის ზის და ფიქრობს რატო არ მეხმიანება იმ დღეებში რა ამბავში იყო და ეხლა რა ხდება და მე იწყებს ეს თავის ჭამას ეს ადამიანი ან კითხვები აქვს თავის თავზე რომ მე რა გავაკეთე არასწორი და აი ეს ემოციური საქანელა როგორც წესი არის ნარცისულ ველთან და ნარცისულ ველში მან მაინც ემოციები არ არის, გრძნობები არ არის, მეგობრებო, ეს ადამიანი არის აბსოლუტურად აი შინაგან დიციც არის ელეს რომ ავსებენ რომ ვიღაცა აღფრთოვანებული იყოს მათით და აქ манипуляცია მიდის მერე რომ აი აგდო ადამიანი გამოიყენო შენი ველის კვებისთვის შენი შინაგანი სიცარიელე რო შეავსო რომ დაარწმუნდე რომ თითქოს არ ახარ ისეთი ცარიელიც როგორიც გგონია არაცნობიერში ხდება ეს და მერე რაღაცნაირად ისევ
გადიხარ, ხო? ანუ მთავარი წერია ესე რომ ნარცისებს არ აქვს დიდად ემპათიის განცდა საერთოდ. რომ შენ რაც არ უნდა იტირო, იქ რაღაცეები უთხრა რომ აი მე ესე განვიცი, ესე აზრი არ აქვს, საერთოდ ვერ გრძნობენ. გიყურებენ შუშის თვალებით. და ან შეიძლება გითხრან, არა, შენ ხარ დამნაშავე ესე რომ მოხდა, მე არაფერ შუაში არა ვარ, ხო? ანუ ადამიანი სხვათა შორის ძალიან გამოხატულად ასტროლოგიაში გვაქვს ნარცისული ფსიქოტიპი შილდოსნის ენერგეტიკასთან, იუპიტერი ლილითის შეერთებას ახასიათებს ეს მაგალითად ლილითთან შემოდის უფრო ეს ნარცისული ველი, ვიდრე ესე უბრალოდ პლანეტებთან, ლილითი ლომი მაგალითად, ვერძის გარკვეულწილად, ანუ ეგო იუპიტერი რას აკეთებს, ეგოს ადიდებს, ხო? და აი ეს ეგოს გადიდება ეს რაღაცნაირად თან ლილიტი რა არის ეს ცრუ ეგო არის ხო გარკვეულწილად და ძალიან ხშირი არის უფრო მაგველში ლილიტი ლომებსაც ახასიათებთ ეს მაგრამ ან მეორე უკიდურესობა ნარცისებს იზიდავენ ხშირად იმიტომ რომ მათ არაცნობიერში ზუსტად ამის სურვილი არის რომ მე მინდა რა ყველა მაქებდეს და მადიდებდეს სიტყვაზე, ოღონდ არ არის აუცილებლობა ხო განვებით ახლა ყველა ლიტითებსი ფსიქოლოგიურად არ არის ესეთი არაჯანსაღი, ხო? ან ყველა ლიტიკეჭხები ფსიქოლოგიურად არ არის არაჯანსაღი სიტყვაზე, ხო? მაგრამ თუ ესეთი გამოვლინდა, აქ ვამბობთ ხოლმე ეს ლიტი უკვე ძალიან ძლიერად ყავს ადამიანს, ხო? გააქტიურებული, ამაზე არის აქ საუბარი. მაგრამ ამის მიუხედავად არის ასევე ნარცისული ტიპაჟები ეგ სხვა კომბინაციებიც შეიძლება იყოს, მაგრამ აი რუკაში ძალიან გამოკვეთილად ჩანს ხოლმე ეს ნარცისული ფსიქოტიპი, არ არის აუცილებელი რომ ეს ნარცისი იყოს ადამიანი. და ვის იზიდავენ ნარცისები მსხვერპლის როლს, რომელსაც ასევე ქრონიკულად აკლია სიყვარული, გადამრჩენლის როლი აქვს. აი ამას თუ გავტეხავ, აი ამას თუ ვუნკურნალებ, მაშინ მე რაღაცნაირად აი ვიგრძნობ იმ კმაყოფილება საკუთარი თავისგან, მაგალითად, ან ის სიყვარული მინდა რა და თუ ახლა ნარცისული ოჯახი ყავდა ადამიანს, რა თქმა უნდა, ის ნარცისმი იზიდავს, ხო? იმიტომ რომ ის მიჩვეული არის კონკიას როლში ყოფნას და კონკიას დიდი ნაცვალი ეს იყო ნარცისული ტიპაჟი თავიდან ბოლომდე, აბსოლუტურად არაემპათიური, აი რომ აგიხსნათ კონკიას ტიპაჟები ყოველთვის ესე ნარცისულ ველში ყალიბდებიან ხოლმე ხშირად და თან მამა არის იქ კონკიას მამა საერთოდ რა ჩანს და სუსტი რაღაცა ჩაწყალი და დედინაცვალი ეს უკვე ნარცისული ტიპაჟი და რას აკეთებს ეს დედინაცვალი რომ საერთოდ დროს არ აძლევს ამ ადამიანს რომ თავისთავისთვის კონკიას მაგალითად რომ საერთოდ თავის თავზე იფიქროს. უნდა იტრიალოს ხვის გარშემო, ხვის სამყაროზე იტრიალოს. ესე იგი რა ხდება? ყველაფერს გასცემს და არაფერს არ იღებს. ამიტომ ურთიერთობებში ძალიან ხშირი არის ქალებში ეს როლი მეგობრებო, ნარცისული ტიპაჟების მოწონება და ამ კონკიას როლში ტრიალი. მან გაიხედოს თავის ოჯახისკენ, ხო არ იყო ნარცისებში ეს ადამიანი. ხო არ თან ერგებიან ძალიან კარგად ამ ნარცისულ ველს, ესეთი მსხვერპლი ტიპაჟები, ის მეორე უკიდურესობა ხო დაწეული ეგო, რომ აი საერთოდ არა მაქვს მე პრობლემა, სხვას ვემსახურო, ხო? და ლილიტი ლომი არის ეს თუ ნარცისის მეორე მხარე არის ზუსტად ეგეთი, რომ მე არავინ არა ვარ და არაფერს არ ვემსახურებ. ფაქტიურად ესე ვიძახით ხოლმე, ერთი ჯოხის ორი ბოლო არის აქ. ორივე სინამდვილეში ერთ წერტილში ერთი პრობლემა აქვს, სხვადასხვა გამოხატულებით, სხვადასხვა პოლუსები აქვთ ჩართული უბრალოდ, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ის კი არა, შევიზიზღოთ ნარცისი და ვაიმე ეს რა საშინელება დამართა და აი ფსიქოლოგიაშიც არის თუ გინდა თუ ნახოთ სრულად ფსიქოლოგიურად განადგურებული ხალი აი ამ ემოციური ტალღებისგან. ну, ესე იგი ეს ნარცისთან იყო. ანუ შლიან, საერთოდ შლიან ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ შენ ახლა არ ახარ არაემპათიური, მგრძნობიარე ადამიანი ხარ, განცდები გაქვს და იმას არ აქვს განცდები. საერთოდ ვერ ხედავს, საკუთარ თავსაც ვერ ხედავს ეს. ანუ ეს არის ფსიქოლოგიურად საკმაოდ დავადებულს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძიმე ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს უნარები. აი ეს სხვა ადამიანის დანახვის უნარები. და ჩვენ შევდივართ ესეთ ურთიერთობებში, აი მანდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სინამდვილეში პრობლემა ჩვენში არის, რომ აი ამ კონკიის როლიდან უნდა გამოვიდეთ, აი ამ ტირანდედინაცვლებს უნდა რაღაცნაირად მათგან და წამოვიდეთ, ხო? ესე რა თქვათ და
რასაც აკეთებს მერე კონკია, ფაქტიურად თქონდ ვიღაც ჯადოქრები ერთვებიან მანდ, თორე თავისით ეხა ვერ ვიხდებოდა ალბათ მაგას. და მე ამ ჯადოქრობას ფსიქოთერაპიას ვეძახი ხოლმე გარკვეულწილად. კარგი თერაპია გაიარა კონკია, მე ხვდა რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. და დაიწყო ჯანსაღ თვით შეფასებაში ყოფნა. ანუ რა არის ეს? თავისი სურვილები დააყენა წინა პლანზე. მე რა მინდა? აი მე მინდა ბალზე წასვლა. მეუბნება დედინაცვალი, არა მიდი ახლა მიხედე სახს, მაგრამ არა, მე მოვიტყუები ჩუმად, მაგრამ მაინც წავალ ბალზე, ხო? აქ პირველად გამოვლინდა კონკიას ნება, რომ მე მინდა ბალზე წასვლა, ხო? ეს უი მეც ვარ აქ თურმე და ჩემი არჩევანი არის, რომ მე ჩემი თავი ავირჩიო და არა სულ ვიღაცის მოსამსახურებიყო, ხო? აი ამ მოსამსახურის როლიდან გამოსვლა ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კაცები ნაკლებად არიან ესეთ სიტუაციაში, თუმცა მინახავს ნარცისი ქალები და როგორ არის იცით, კაცი ნარცისი ცოტა ესეთი არიან ტირანული ნარცისებიც, მაგრამ არიან კეთილი ნარცისებიც. აი ტრამპი მაგალითად კეთილი ნარცისი არის, სულელი ნარცისი არის. წინაზე კიდე ერთი ვიდეო დახე პოლიტიკურ თემებზე, ანალიტიკა და ესე იგი მეხუთე კლასელი ბავშვი არისო რა ტრამპიო რა. თალიტი შულდოსანი არის, მეოთხე სახლელი ხო ბავშვი არის და ეგ ნარცისი არის კლასიკური, ოღონდ აი სულელი ნარცისი და ქალები ხდებიან ზოგჯერ ხა ძალიან ბოროტი შეიძლება იყოს, აი პროტოტიპი ბოროტი დედინაცვლის. აი როგორც არის კონკიაში. აი ეს არის, აი ქალებში, აი ეს რაღაცა ძალიან სასტიკი ნარცისული ტიპაჟიც შეიძლება გამოვლინდეს ხშირად და ასეთების შვილები განსაკუთრებით მე ისევ ნარცისებთან გადადიან ხოლმე. ჩემი კატა ვერ გამოდის. ყველა ბავშვი. კოჩახ დედა, კოჩახ. გამოვიდა. ხოდა ნაშევაქო, რა თქმა უნდა, ქალბატონი ხა მიხვდა გააკეთა თავისი ისა და გამოვიდა და ხო და აი ამაში არის საქმე, რომ მე აუცილებლად გადადიან ისევე ნარცისებთან. ესე იგი, თუ მე გარემო მეკცეოდა აი ესე რომ მიბლოკავდა თვით შეფასებას, მიბლოკავდნენ ინიციატივებს მაგალითად, ან არავის არ უყვარდი უბრალოდ, ხო? და შეიძლება ვითომ გიждდებოდნენ ჩემზე, მაგრამ ისევ გეუბნებით, ქმედება არის აქ მნიშვნელოვანი. ეხლა მე თუ მეუბნებიან როგორ უყვარ ვარ და მთელი დღე უპატრონოდ მარტო ვარ და მე რო რაღაცა მაწუხებს არავის არ ინტერესებს და ახლა რა დრო შენ ხარ მეტყვიან, ახლა ამ ქცევაში ჩანს ხო სინამდვილეში როგორ არის და ვერ მოვატყუებთ მანდ ადამიანს, ბავშვს განსაკუთრებით ვერ მოვატყუებთ, ძალიან კარგად ჩანს ხოლმე უკვე ქმედებაში რა ხდება, ხო? ამ ქმედებებს ხედავს ბავშვი ძალიან კარგად. მართალი რო გითხრათ და ზუსტად ამ ქმედებებში ვხედავთ ხოლმე ჩვენ მერე რაც ბავშვობაში გამოვიარეთ დიდი უსიყვარულობა მივდივართ ნარცისებთან. ან მივდივართ ისეთ ტიპებთან, რომელიც არიან ცოტა როგორ გითხრათ, არანაირი ემოციები რო არა აქვთ, ან გრძნობების გამოხატვა არის, ან უბრალოდ რომანტიულები არ არიან, ხო და პირად ურთიერთობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომანტიულობა. ახლა თუ ჩვენ მეტი ინტერესი არ აქვს, აი სტაბილურ კაცს გავყვე, ბავშვები გავაჩინოთ, ვიცხოვროთ, პატარა ფიატით ვიაროთ და მარჩა, აი ძველ დროში რო იყო, ხო იცით რომ აი გათხოვება, ოჯახი, ანუ სტანდარტული ყოფითი ცხოვრება, არაფერი შინაგ პიროვნული რო არ არის უბრალოდ. თუ ახლა ესეთ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, ოკეი არის მაშინ, ხო? მაგრამ თუ ესეთ რაღაცებს გაცდა ადამიანი და უკვე შინაარსი აქვს, სიღრმე აქვს, რაღაც ინტერესები აქვს, მანდ უკვე მოდის რომ ურთიერთობაში მე რომანტიულობაც მინდა, ურთიერთობაში დასაყრდენიც მინდა და პარტნიორული რაღაც პასუხისგებლობაც რო იყოს ისიც მინდა და პასუხისგებლობა ეს რას ნიშნავს იცით ურთიერთობაში? როდესაც მე მაგალითად ვხედავ რომ რაღაც მოთხოვნილება აქვს ჩემს პარტნიორს მაგალითად, ხო? და მე სხვა, მაგრამ მე იმას ვხედავ და აქ რაღაცნაირად ვათანხმებთ ერთმანეთში, რომ როგორ შეგვიძლია ერთმანეთთან რაღაცნაირად ერთმანეთს გაუზიაროთ, როგორ შეგვიძლია ერთმანეთს მივცეთ ის რაც გვინდა, ხო? და ან რაღაცებში შევთანხმდით, რომ რაღაცებში ვერ ვაძლევთ, ხო? მაგრამ აქაც იგივე არის, გაზომვა. გაზომვადი არის ყველაფერი. თუ გავზომავდა ხა ყველაფერში მე მაინც უფრო წაგებულ ვარიანტში შევდივარ. ესე იგი აქაც თვით შეფასების პრობლემა არის, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ინტერესა ტენდენცია რომ მე არ ვიმსახურებ ბალანსს.
და ადრე თუ გვიან მაინც აქ უფრო მეტად აი ხლა სტატისტიკასაც კითხულობდი, ქალები უფრო ანგრევენ ოჯახს ვიდრე კაცები. ხშირად უფრო ქალები მიდიან, იცით, ურთიერთობიდან და სადღაც ეგრე არის, ითმენ და რო ხდება, რომ აი მეც გასცემ, ან სულ დანაკლისში ხარ შენ მაგალითად, ხო? ეს არის უკვე რომ სადღაც მერე შენ თავზე არჩევანს აკეთებ, რომ არა, მე ვარ თურმე აქ უფრო მნიშვნელოვანი და მე აღარ მინდა რომ სულ დანაკლისში ვიყო, ხო? და ის დაშორება ზოგჯერ მკურნალობა არის იმ კუთხით, რომ მე ნენელა უკვე ვიწყებ ჩემ თავთან დაბრუნებას და მე აღარ მინდა დანაკლის ურთიერთობაში ყოფნა. არის მამაკაცებიდანაც ეს მომენტი დანაკლისის შეგრძნება, რომ ვერ მავსებს ადამიანი, ხო, მაგრამ მამაკაც უფრო ადვილად შეუძლია ახლა მაგალითად, ხო, რომ პასუხისგებლობა აიღოს მაგალითად იმაზე, რომ ხალი უფრო მიყვება კაცს, ვიდრე კაცი ქალს, ხო? და თუ ეგრე არის, ეგ უკვე პრობლემური კაცი არის. როგორც წესი, ქალს ბუნებრივად აქვს ეს, რომ მიყვება ურთიერთობაში კაცს და მაგიტომ არის კაცზე ძალიან დიდი პასუხისგებლობები არის და ნუ კაცი არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული სიამტვილეში ურთიერთობაში, უბრალოდ ხალი თავიდან იწყებს, აი შენ თავისთვის უნდა ისრულო, შენ თავზე უნდა იფიქრო, რომ ხშირად ხარ რომ მოდიან ასაკოვანი ადამიანები, ხა აღარც მე აღარა ვარ პატარა და მეც საკუთარი გამოცდილებაც მაქვს, მაგრამ ქალები რა შვებიან, ცით ნენელა ხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება იტყვილა დახარჯეს იმაზე, რომ ძალიან დიდი აქცენტი ქონდათ მეუღლეზე მაგალითად და არ ღირდა ეს იმათ. და სიამტვილეში განა ის იყო რომ მეუღლე არ ღირდა ამათ. უბრალოდ სადღაც დაივიწყე შენი თავი, სადღაც ბალანსი დარღვე, იმაზე მეტი გაეცი და შეიძლება არაფერი არ გააკეთო, მაგრამ ემოცია გასცე ბევრი. ხო, მოლოდინი გასცე. რომ მაგალითად მე მინდა სულ რომანტიული სასიყვარულო ურთიერთობა არა მაქვს და ეს მინდაში იცხოვრო 15 წელი მაგალითად და აი ამ მინდაში ცხოვრება ეს უკვე ენერგიის კარგვა არის. ზოგჯერ ანუ ხილავიც არის ეს ენერგიის ჩადება და ამიტომ მე კაცები არიან რა გაგიკეთებია ხა ისეთი და აჰა ერთი ბავშვი გაზარდე მეტი რა და აი გაცილებით სიღრმისეული არის მანდ ანალიზში უკვე შიგნით რა ხდება, რომელიც თვითონაც ვერ ხვდებიან ხოლმე ქალები, მე თერაპიაზე ხვდებიან ამ დანაკარგს და ხშირად ქალი უფრო მეც კარგავს ურთიერთობაში, ვიდრე იღებს და აი ახალგაზრდები რომ მოდიან ხოლმე ჩემთან, ეხლა მე ესე ინსტრუქტორს არ ვამბობ რა ესე იქნები. პირიქით, აი რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე რომ უფრო კონსულტაციაზე საკუთარ თავთან მივიყვანო ადამიანი, რომ თავის თავი გააძლიეროს და შენ თუ შენთან ოკეი ხარ, მე ესე აღარ ჩადებ ენერგიას. უბრალოდ გეცოდინება რა გინდა, საით უნდა წახვიდე და შენ თავში მყარად იქნები და იმასაც თავის პრობლემა აქვს, რატო გადადიან ამ პარტნიორთან. გააღეს ახლა უჯრები ჩემმა კატებმა და იქ ამბავია ძალიან საქმიანი სახეებით მიყრიან თელ უჯრას. რა ინფორმაციები არიან. როგორ საქმიანობენ არიცით. უიწყინეს და იცაქმეს თავი. დედიკოს უჯრას ხა მიყურე ხა ეგრე ოჯახს ულაგებენ დედიკოს. და აი აქ უნდა განსაზღვროთ, რას ვიღებთ ურთიერთობიდან და ხა თუ ისე შევდივართ ურთიერთობაში, ვიზავ რაღაცას უკარგავ. აი ეს არის განაის რომ ვაიმე და რა უნდა გამოვიდე ამ ტოქსიკური ურთიერთობიდან. დავიწყოთ უბრალოდ თერაპიულად მუშაობა, რომ რატო ვართ ამ პატერნებში, რატო კარგავთ სულ ენერგიას, რატო არ გვიყვარს საკმარისად ჩვენი თავი, რომ უბრალოდ უარი ვთქვათ რა, რომ არ მინდა მე ესე, ხო, სადღაც არ მინდა რომ უფრო მეც გავცემდე, ვიდრე ვიღებდე. იმიტომ რომ მე ეს მუდმივი უკმაყოფილება ქვეცნობიერში ჯდება, მე არის ენდომეტრიოზი ქალებში, სხვადასხვა ჰორმონალური დაავადებები, სხვადასხვა აი ჭიყვი მაგალითად, ყელის პრობლემები, სხვადასხვა დაავადებები, ქალური პრობლემების, როგორც წესი, ეს არის აი შიდა დაგროვილი ნეგატივი, იმიტომ რომ სადღაც არასწორად ვიქცევით, სადღაც მეტი ენერგია ჩავდეთ, ვიდრე ვიღებდით. ოღონდ ეს დეფოლტად მიდის, არაცნობიერად მიდის. ჩვენ ამას ვერ ვითვლით, უნდა დავითვალოთ ამაში არის საქმე. ეს არის ზუსტად თერაპიული გაცნობიერება, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ენერგიის დათვლა. ეხლა ჩემი ისტორიიდანაც გიყვებით, იმიტომ რომ პირდაპირ ჩემსთან მოდის ეს ენერგიის არასწორი ჩადება რაღაცეებში და მე ჩემსაც გიზიარებთ აქ. შეიძლება სხვას არ აქვს ეს მთლად, მაგრამ ფონად მაინც კლასიკურად ესე ვლინდება ხოლმე ქალები უფრო მეტ ენერგიას დებენ. ბუნებრივათაც იცით, იქ ბავშვი არის, იქ მერე ზრუნვა არის ხვებზე, საჭმლის გაკეთებები არის, ოჯახის მოვლა არის, ანუ უწევს მაინც ქალს ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება, ხო? ანუ ბიოლოგიურადაც, ცხოვრებისეულადაც უწევს იმაზე მეტი ჩადოს.
ეს როცა უკვე ძალიან არის მთელი უჯრა მოყარა მამ კატამ. მეორე დღეს უყურეს ეხმარება. სასწაულები ხდება იქით. და მე დედიკო კიდე გამწარებული ლაპარაკობს ეგზისტენციალურ პრობლემებზე და ამათ რა აწუხებთ. ხოდა ესეთი მომენტი არის ხოლმე აქ, რომ მე მივდივართ ისევ თვით შეფასებასთან, რომ აი ამ კონკიეს როლიდან უნდა გამოვიდეთ. იმის შიშიც მოდის, რომ აი რაღაც მაინც ხო არის და არავინ რო არ იყოს და აი ცით როგორ ხდება, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ისეთი, რომელ სიხშირესაც ჩვენ ავალთ. რა სიხშირეც, ანუ ჩვენ როცა ვიტყვით, რომ აი ეს არის ჩემთვის მისაღები და ეს არ არის მისაღები და იქ წერტილს დავსვამთ, ხო? ვაი მე ეს მინდა, მივიღო ურთიერთობაში და ვეძებ კონკრეტულად იმ ადამიანს, რომელიც ამას მომცემს. მართლა გამოჩნდება ესეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, იცით? აი ძალიან დარწმუნებული ვარ მაგაში, რომ ეს არის ზუსტად იცით რა, რომ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა ურთიერთობაში. როგორც წესი ამას ხვდებით პროცესში, უკვე რომ დაოჯახებულები ვართ, უკვე რომ წლები ვცხოვრობთ ერთად და უკვე რომ ძალიან ბევრი ფუსტრირება მივიღეთ და თავზე ჩამოგვემხო ყველაფერი, მაშინ ხვდებით. და მე გეუბნებით, რომ საჭირო არის მანამდე საყურება, აი ახალგაზრდები რომ მოდიან ხოლმე ისე ჭკვიანები არიან, ისე საყვარლები არიან, ისე მიხარია ხოლმე, რომ მათ მაინც ექნებათ ის გაცნობიერებული მომავალი, რაც ჩვენ არ გქონდა და უამრავი პრობლემით მივხვდით რაღაცებს, მიხარია ხოლმე ეგ და აი ისინი უფრო მიხვდებიან, იცით, რომ უკვე თავი საზღვრები აქვთ. ყოჩახ, დედიკო, კარგი გოგო ხარ, ეხლა და დავალაგო მთელი უჯრები. და ძალიან კარგად ხვდებიან ხოლმე, რომ საკუთარი თავი უნდა აირჩიონ და აი ამას აქ მივდივართ ყოველთვის აი ესეთ ურთიერთობებში. ნუ იქ არის კი, როცა მძიმე რუკა აქვს ქალსაც მაგალითად, უკვე შეიძლება პროვოცირება გაუწიოს. აქაც ისე იგივე დაბალთვით შეფასებაზე მივდივართ. იგივე კონკიას როლში, ოღონდ აგრესიული კონკია რო იყას ახლა. აი წერტილი იგივე არის მაინც, ხო? თვით შეფასების პრობლემა. არის სცენარი მაგალითად ძალიან ესეთი დაკომპლექსებულისა დაბოღმილიც ყოფილა ადამიანი, რომ ვერ იღებს თავის თავს და აქვს უკვე სერიოზული კომპლექსები და ამ კომპლექსებს ავლენს სხვებს და მე რაღაც უფრო თავის თავი აწუხებთ ხოლმე ვიდრე პირადი ურთიერთობა. ოღონდ პირად ურთიერთობაში პროექციასავით დებენ. ცემდულში რომ თავის თავი აწუხებთ. ეს ხდება, რომ ან ვერ იღებენ, ან გარეგნობას თავისას, ან წარმომავლობას, ან რესურსებს ვერ იღებენ საკუთარს, ხო? ანუ ეს კიდე ცალკე კატეგორია არის, როდესაც საკუთარ თავთან აქვს ადამიანს სრულად პრობლემა და პროექციაში ჭირდება სხვა ადამიანი, რომელიც ამას გაუთამაშებს და მასზე იქნება გაბრაზებული და სინამდვილეში თლიანად რო ვხედავ ხოლმე, რომ ადამიანს უბრალოდ საკუთარ თავს არ იღებს და შესაბამისად მას სხვებიც ვერ მიიღებენ და სხვებსაც ვერ მიიღებს. აი ამ სცენარში შედიან ხოლმე და ესე ძალიან გამოხატული არის. მეგობრებო, აქ მინდა რომ ეხლა ძალიან რო არ დაგღალოთ და ძალიან ისეთ ეგზისტენციალურ კიდე უფრო სიღრმეებში ვარ წავიდეთ. აქ მინდა რომ გავჩერდეთ, თუ რამე კითხვები გექნებათ, დამიწერეთ კომენტარებში. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეოს კიდევ დამატებით. წინა ვიდეოები ძალიან კარგი. სხვათა შორის წინა ვიდეო რო ჩაგიწერეთ ტყიდან, მაშინ მქონია 39 სიცხე. იქიდან რომ დავბრუნდე გვერდზე სახლში. ყველა სიცხე მქონდა და მეთქი რაღაცა ვერავარ და რატო ვერავარ კარგად. თან ეს სახეზეც თითქოს მეტყობოდა და მოკლედ თურმე ძალიან კაი ვიდეო კი გამოვიდა. სხვათა მაგის შემდეგ ერთ საათში აი უკვე გავითიშე და მაცალა კოვიდმა ესე რომ ვთქვა. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, თუ რამე კითხვები გექნებათ ხოლმე, თუ პირად რუკასთან დაკავშირებით გექნებათ კონსულტაციის სურვილი, აქ ვარ, პირად ურთიერთობებში განსაკუთრებით ჩემი საყვარელი თემა არის ხოლმე, იმიტომ რომ პირადით ვიწყებს და კარმაში გავდივართ, მშობლების მოდელებში გავდივართ, წინაპრებში გავდივართ და იმ ხელა საინტერესო ეს არის რომ უკვე საერთოდ ის პირადი, ის პარტნიორი ქრება თემიდან და საერთოდ სხვა თემებზე მუშაობთ ხოლმე, იმიტომ რომ ეგრეც არის სინამდვილეში. და იმედია რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ხოლმე ეს ინფორმაციები, რასაც გაწყდით და დროებით.